საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამის ძლევა შემოსილისა და საკვირველმოქმედ გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტიანობისთვის წამებულ კაბადოკიულ წმინდანს საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ყოველ ამ დღეს მოქმედ ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მაღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა შეკრებილი მრევლი დალოცა და წმინდანის ცხოვრების შესახებ საუბრა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს გიორგობას. წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. წმინდა გიორგი არის ფარველი საქართველოსი. მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. და დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ კვლავ დაეცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. როცა ჩვენ კითხულობთ წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ, ჩვენ ვხედავთ, რომ ვოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მუდამ იმარჯვებდა. როცა ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ მიტოვებული ვართ, უფალი ჩვენთანა, უფალი ჩვენს გვერდითაა. ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება, იმპერატორი დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი. ერთი ძლევა მოსილი და მეორე მხედარი, მაგრამ წმინდა გიორგი იმარჯვებს და დიოკლეტიანე ტოვებს თავის სამეფოს, მიდის თავის მამულში და როცა მას თხოვენ, რომ დაბრუნდეს სამეფო ტახტზე, მისი მომხრეები, მხედართმთავრები, დიოკლეტიანე პასუხობს მათ, თქვენ რომ ნახოთ, როგორი კომბოსტო მოიყვანეო, თქვენ ამას აღარ მეტყოდითო, იმას უკვე ფიქრობდა ის, რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო თავარი იყო ვიდრე მეფობა. იმიტომ რომ დარწმუნდა ალბათ ისაც, რომ ვოროტება არ კურნავს ვოროტებას კურნავს მხოლოდ სიკეთე და სიყვარული. წმინდა გიორგის სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა. დაუცვილი და გახარებული იყავით. თქვენთან ერთად უვლოცავ მთელ საქართველოს. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ბატონ პრემიერ-მინისტრს გადავსცემთ წმინდა გიორგის ხატსა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა გიორგის გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. პირველ რიგში თქვენ უწმინდესობაო. დღეს არის განსაკუთრებული დღე მართლაც თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის მართლაც განსაკუთრებული წმინდანი არის წმინდა გიორგი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებით ძიმე დროს ჩვენ არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია. არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით. და სწორედ წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო, როგორც პატრიარქმა ბრძანა გამარჯვების, ბოროტების დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების და სიკეთის გამარჯვების. ამიტომ მე მინდა ყველას გისურვოთ ბოროტების დამარცხება სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით, ერთიანობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია ჩვენ გავაერთიანოთ საკუთარი ერი და საკუთარი სამშობლო. დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ტაძარში შეკრებილებიც. გიორგობას გილოცავთ, მრავლას დაესწრებთ. დაიხარეთ, ბედნიერად იყავით, ერთმანეთი გვიყვარდეს, მიუტევოთ ერთმანეთს. ყველაფერი რაც შეგვიძლია. გავძლიერდეთ, დამშვიდდეთ, დავწყნარდეთ და მიუტევოთ ერთმანეთს ყველაფერი რაც გევნეულია ჩვენთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გვხარავდეს წმინდა გიორგი და ერთმანეთის სიყვარული მოგცეს, ერთმანეთის გატანა. რა ვიცი, ყოველივე საუკეთესო და ყოველივე კარგი. ყველას მოგილოცავთ გიორგოვის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებული დღეა და ყველა ტაძარში, მონასტერში განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე. მოგილოცავთ წმინდა გიორგობის დღესასწაულს. მრავლას დაასწროს მთელი საქართველო, მთელი საქრისტიანო და რა ვიცი, ყველაფერს სიკეთეს უსურებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს. წმინდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველმოქმედი გიორგი მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადოკიაში დაიბადა. სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მან მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა უარყო ყოველგვარი პატივი და დიდება. წინ აღუდგა დიოკლეტიანეს ქმედებას, რასაც იმპერატორის მიერ წმინდანის დაატყვევება მოჰყვა. დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ სასწაულებრივად განიკურნა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სწორედ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ ის ტაძრები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობისაა. კაბადოკიელი წმინდანი მართლმადიდებელ მრევლში ძლევამოსილებასთან, სიძლიერესა და მტერზე გამარჯვებასთან ასოცირდება. წმინდა გიორგის ქართველი ხალხი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. მისი გამოსახულებები ქართულ ტაძრებზე ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ჩნდება. წმინდანის ცხოვრებაზე ჩვენამდე მოღწეული უძველესი ჩანაწერი კი მე-10-11 საუკუნით თარიღდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულთა რიცხვს კიდევ 797 ბავშვი შეემატება. ჩვილთა რიგით 51 საყოველთა უნათლობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს. მონათლულებს საჩუქრად ჯვრები და მოწმობები გადაეცემათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს 25943 ნათლული ჰყავს. ბავშვები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელი 8 საათისთვის მიბრძანდება და ნათლულებს პირადად დალოცავს. დღეს 51 ეტაპია პატრიარქის ნათლობისა, სულ უკვე მონათლულია 26000-მდე ბავშვი, დღევანდელ დღეს ინათლება 800-მდე ბავშვი. რაც პატრიარქმა უცხოკურთხევა გასცა, იმასთან დაკავშირებით ყველა მესამე და დანარჩენი შვილების ნათლი ექნებოდა მის უწმინდესობა, ძალიან ბევრმა ადამიანმა გააჩინა შვილი იმის გამო, რომ მათი ოჯახის ნათლია გამხდარიყო პატრიარქი. დღესაც ქონდა შემთხვევა, რომ
უფროსი შვილი ყავდა 21 წლის და მეხუთე შვილი გააჩინა იმის გამო რომ პატრიარქი ყოფილიყო მისი შვილის ნათლია და ეს მიანიშნებს იმაზე რომ ძალიან ბევრს უნდა რომ მათი ოჯახის ნათესავი გახდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ამ ინიციატივამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ჩვენ ერში და ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა ესეთი რომელიც არ უნდა დაბადებულიყო პატრიარქი ხშირად ამბობს ხოლმე ამას რომ ეს ბავშვებია რომლის გაჩენასაც შეიძლება ძალიან ბევრი არაპირებდა მაგრამ იმის გამო რომ პატრიარქი გახდა ამ ბავშვების პატრიარქი უნდა გამختارიყო ამ ბავშვების ნათლი ამის გამო გააჩენეს მათ ეს ბავშვები დიდება და მადლობა ღმერთს რომ ასეთი პატრიარქი გვყავს და ასეთი ტრადიცია დაწესდა საქართველოში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს ძალიან დიდ სტიმულად იქცა რომ ბევრი შვილი ყოლოდათ და გამრავლებულიყვნენ და მრავლდება კიდევაც საქართველოს დიდება უფალს და მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ყველა იმ პატარას რომელიც დღეს მოინათლა ლაზარეს თავკურთხევით ასე ვთქვათ და მე მინდა მთელ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ყველა დღევანდელ ნათელღებულს ახალ ნათელღებულს და სრულიად საქართველოს მესამე შვილი არის ძალიან ბედნიერი დღე არის ჩვენთვის ასეთი მადლი გვიღირსა დღეს ღმერთმა გვაღირსა პატრიარქის ნათლული ხდება ჩემი შვილი და ყველას ულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს მრავლს დაგასწროთ ღმერთმა წმინდა გიორგის ხსენების დღე სოფელ ნასაგარში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. წმინდანის სახელზე აგებულ ტაძარში დღეს პირველი წირვა ჩატარდა. ეკლესია სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა აკურთხა და საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა. მღვდელმთავარმა ეკლესიაში შეკრებილი მრევლი დალოცა. ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და დღესასწაული მიულოცა. მე მინდა დავლოცო ამ ტაძრის ამხსენებელნი თქვენ მოგეხსენებათ რომ ეს ტაძარი 92 წლიდან შენდება შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცოდეს რომ რამხელა ძალა ჭირდება ტაძრის აშენებას ეს არ არის ადვილი და ეს არ არის ყველასთვის დაკისრებული და მადლობა ღმერთს რომ დღევანდელ დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით და мама გიორგის თაოსნობით, რომელმაც ითავა ამდენი წლების შემდეგ, რომ ეს ტაძარი აღდგენილიყო და დასრულებულიყო ბოლომდე, რომ მართლაც ღვთისშეწევნით იქნა აი ამ მდგომარეობამდე მოყვანილი და ჩვენ გვწამს კიდევ იმ კეთილი ადამიანების, კეთილი ღვთისშვილების, რომ კიდევ გვერდში დაუდგებიან მამაოს ამ ღვთის სახლს სრულყოფილად მივიყვანთ, ჩვენ ხშირად ვცდილობთ რომ საკუთარი სახლები მოვაწესრიგოთ, ბოლომდე მივიყვანოთ, რომელსაც დავტოვებთ ამ ქვეყანაზე, მაგრამ გვავიწყდება ხოლმე ღვთის სახლები, რომელიც მიტოვებული არის, რომელიც ინგრევა, რომელიც დასასრულებელია და მე ვისურვებდი და შევგავედრებდი თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს დღეის იქით აი ამ ტაძრის დამთავრებაში, რომ წმინდა გიორგის ფარველობა და მეოხება არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს, ვინც ღმერთს შეავედრებს, ვინც ფიზიკურად შეძლებს, ვინც მატერიალურად, ვინც ლოცვით შეეწევა აი ამ ტაძრის დამთავრება და დასრულებას. დღევანდელ დღეს ნასაგარის მოსახლეობა 20 წელზე მეტიალოდა. ტაძრის აგება 1992 წელს დაიწყო და თითოეულმა მათგანმა ეკლესიის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. დღეიდან კი ყოველ შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი მანუელიშვილი ჩაატარებს. ბაზილიკურია თვითონ ტაძარი ორნავიანი. დასრულება მე შეიძლება შემოდგომამდეც ყოველ შემთხვევაში ისეცაა დასრულება ჯერ ტაძრისა ძალიან შორს არის. იმიტომ გარშემო თვითონ ის ინფრასტრუქტურა და ის ყველაფერი მოსაგვარებელია ეს ყველაფერი. მაგაზე ახლა ვერ ვიტყვი რომ ტაძარი რაც საქვია უშუალოდ აი ისე რომ მართლა ის ალბათ შემოდგომას თუ არა გაზაფხულისთვის უკვე იქნება ის რაც საჭირო. ჩვენი სოფელი არის აქეთ იქიდან მოსული ხალხისგან. აქ ჩვენ ერთი კუთხიდან არ ვართ. ამიტომ შემაკავშირებელი უნდა ყოფილიყო ტაძარი, სადაც მრევლი მოვიდოდა და ერთმანეთს სიყვარულსა და სიხარულს გაუზიარებდა. დღევანდელი დღე არის უნეტარესი, უწმინდესი. ესეთი სიხარული ჩვენ არასოდეს არ გვწევია და განსაკუთრებით მე, იმიტომ რომ სრულიად ახალგაზრდამ
ვიწყე და დავბერდი ამ ტაძრის მშენებლობისთვის. გილოცავთ სრულიად საქართველოს ყველას, აბსოლუტურად ყველა მრევლს ულოცავ დღევანდელ დღეს. დიდებული დღესასწაულია განსაკუთრებით ჩვენი სოფლისთვის, რომ წლების განმავლობაში ველოდებოდეთ ჩვენ ამ ტაძრის აშენებას და როგორც იქნა მრევლიც დიდი ყავს და ვეცდებით რომ ყველანაირად აღვასრულოთ ყველა დანიშნულება თუ კი რაიმე არსებობს ტაძრის მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ალბათ ამ სოფელში, იმიტომ რომ ამ სოფელში ტაძარი არასდროს არ ყოფილა და წლების განმავლობაში შენდებოდა, ძალიან დიდი ხანი შენდებოდა ეს ტაძარი და როგორც იქნა დაადგა საშველი ღვთისწყალობით და აშენდა და დღეს აგერ ძალიან ბედნიერი დღე პირადად ჩემთვის და ყველა დამსწრე ხალხისთვისაც. მადლობა ამისთვის უფალს. წმინდა გიორგის სახელობის ეს ტაძარი სოფელ ნასაგარში ერთადერთი ეკლესიაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს კიდევ ერთი უდიდესი ქართველი წმინდანის, დიდმოწამე კონსტანტი კახი ქართველთა მთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს. კონსტანტი კახი 768 წელს დაიბადა. იგი ქართლში ცხოვრობდა. დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს. ის იყო გამორჩეული თვისებებით შემკული პიროვნება. წმინდა კონსტანტინე კახი განსაკუთრებულად მოწმული ადამიანი გახდათ და მთელი ცხოვრება იგი თავის სულს ამზადებდა უფალთან შესახვედრად. მისი სტუმართმოყვარეობა გასაოცარი იყო, არავის არ ტოვებდა იგი უყურადღებოდ და ამავე დროს საოცარი შემწირველი იყო. იგი შეწირავდა ხოლმე ქონებას, ფულს, ძვირფასეულობას, მონასტრებსა და ეკლესიებს. მან მოილოცა იერუსალიმი და წმინდა მიწა. ეს მოლოცვა მაშინ საკმაოდ რთული იყო, გზა, შორი საკმაოდ ხიფათიანი, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი წმინდა კონსტანტინე კახისა, რომ ჩასულიყო წმინდა მიწაზე, იგი ჩავიდა იქა და იქაც მან უხრის შემოწირულობები გაიღო. წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ წმინდა მამა საქართველოდან ყოველწლიურად 30,000 ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმინდა ადგილებისა და გლახაკთათვის. წმინდა დიდმოწამე კონსტანტი კახის მოღვაწეობის დროს საქართველო არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანები იდევნებოდნენ. არაბები პირველ რიგში ქართველი მთავრების გადაბირებას ცდილობდნენ. ერის მთავრებს შორის განსაკუთრებული სიმტკიცით სწორედ კონსტანტი კახი გამოირჩეოდა. 853-854 წლებში ქართლს არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა თურქის წინამძღოლობით შემოესია. ამ დროს მარტო თბილისში 50,000 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი. 85 წლის მთავარი საკუთარ ვაჟთან თარხუჯთან ერთად ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. არაბთა და ქართველთა შორის უთანასწორო ბრძოლა გორის მისადგომებთან გაიმართა. მიუხედავად თავგანწირვისა და მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა წმინდა კონსტანტი კახი და მისი ძე ტყვედ ჩაიგდეს. ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა. ტყვედ ჩაგდებულ კონსტანტინე ქართველს მოსთხოვეს, რომ ესე იგი უარეყო თავისი სარწმუნოება. ძალიან საინტერესოა თუ რას პასუხობს კონსტანტინე ქართველი მის შემყრობს, რომელიც ეუბნება, რომ თქვენ ჩვენ ხელში ჩაგაგდოთ უფალმა. ესე იგი, ამით თითქოს უნდა რომ ნიშნის მოგებით ელაპარაკება, რომ როგორ აი ქრისტიანები მუსლიმების ხელში ჩავარდნენ და ამით ხო გამოჩნდაო, რომ ჩვენსკენ არის უფალი და კონსტანტინე ქართველი პასუხობს მას, რომ მართალია ჩვენს ხელში ჩავარდით, მაგრამ არა იმიტომ რომ უფალს თქვენ უყარხართ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ არ ვასრულებთ უფლის მცნებებს, ანუ ჩვენ გვაქვს ცოდვები. აი ამ განსაცდელს იგი უყურებს როგორც ღვთისგან დაშვებულს მასზე და მის ერზე მცნებების გარდასვლის გამო, ცოდვების ჩადენის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ქრისტიანული მსოფლმხედველობის წარმოსაჩინად. მიუგზავნია კიდევაც ორ გამოსულიმებულ სომეხს, რომ დაიყოლიონ, რათა დაიყოლიონ იგი ისლამზე გადასვლისთვის, მაგრამ ყველაფერს იგი უარყოფს ამას,
და მონასტრებს და ეკლესიებს კიდევ ერთხელ შეუცვლის, რომ ილოცონ მისთვის. და მის ცხოვრებაში წერია საინტერესო რამ, რომ იმისთვის კი არ ითხოვდა ლოცვას, რომ ხელთაგან გამოეხსნა, ტარვალთა ხელთაგან მომხდარიყო მისი გამოხსნა, არამედ იმიტომ, რომ ვაჟკაცურად, მედგრად გადაეტანა ეს ტანჯვა-წამება, შევიწროება და ქრისტესთვის წამებისთვის გაეძლო. აქ იგი ემსგავსა სხვა დიდ მოღვაწეებს, მათ შორის ეგნატე ანტიოქიელს, რომელიც ასევე შეპყრობილი მიყავდათ რომში, რათა მხეცებს დაეგლიჯათ იგი და იყო საშუალება მისი გამოხსნისა და იგი თხოვდა თავის მოყვასთ, რომ არ გამოეხსნათ და მიეცათ მისთვის საშუალება, რომ თავი დაედო ქრისტესთვის. აი ამგვარ დიდ მოღვაწეებს ემსგავსა წმინდა დიდმოწამე კონსტანტინე კახი, იგი მოწამეობრივად აღესრულა ზოგიერთი ცნობით 852 წელს, ზოგიერთი ცნობით 853 წელს. ჯალათმა ქართლის მთავრის მოკვეთილი თავი მიერ თუა მეფესა თვისა ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემლისაი ჰეროდეს. მისი გვამი კი მაღალ ძელზე ქრისტიანთა დასაშინებლად დაჰკიდეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმინდა კონსტანტი კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. მისი ხსენება სწორედ გიორგობის დღეს არის დაწესებული და ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ამ ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი და დიდი წმინდანის, წმინდა გიორგის დღესასწაულის ჭრილში მოექცევა ხოლმე წმინდა კონსტანტინე ქართველის ხსენება, არადა ის უდიდესი მოღვაწეა ჩვენი, თითოეულ ქართველს უნდა გვახსოვდეს მის შესახებ, უნდა ვევედრებოდეთ მას და კარგი იქნება თუ მის სახელზე რაც შეიძლება მეტი ტაძარი აშენდება. ტელევიზია ერთსულოვნება 7 წლისაა. ზუსტად 7 წლის წინ 2008 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს ძალისხმევით საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიის ისტორიისთვის ეს არც ისე დიდი და არც ისე მცირე დროა. მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ არის. ქვეყნისა და ერის სამსახურში მყოფი ტელეკომპანია დაარსების პირველივე დღეებიდან მაყურებლის უდიდეს სითბოს, თანადგომასა და სიყვარულს გრძნობს. ღმერთმა ის მიზანი, რაც დაგაკისრა ღმერთმა და მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, რასაც აკეთებს თქვენი ტელევიზია, დიდხანს და ლამაზად გაკეთებინოთ. უდიდესი სიხარულით მიულოცავ ტელეკომპანია ერთსულოვნებას და მის ყველა თანამშრომელს. გიორგოვის წყინვალე დღესასწაულს და იუბილეს. ძალიან მიყვარს თქვენი არხი. ულოცავ ერთსულოვნებას მთელი ცხოვრების მანძილზე აკეთეთ სიკეთე, თქვენმა გადაცემამ ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ხალხს. გილოცავთ, თავოცულები იყავით და ბედნიერები. საპატრიარქო ტელევიზიას ყოველთვის უყურებ, მიულოცავ 7 წლის თავს. მთლიანად საქართველოს მიულოცავ, მართლმადიდებლურ სამყაროს მიულოცავ გიორგობის დღესასწაულს, უსურებ უღრუბლოცას, მშვიდობა იყოს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებლობა მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. განხორციელდა უამრავი პროექტი, რომლებიც როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასევე შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მომზადდა უამრავი ახალი და მნიშვნელოვანი გადაცემა, გაუმჯობესდა ტექნიკური ბაზა და მაუწყებლობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, დღეს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას 7 წელი შეუსრულდა. პირველ რიგში მე ვისურვებდი, რომ მშვიდობიან მსოფლიოში ყოველთვის სიკეთის მაუწყებლები ყოფილიყავით და სიყვარულით გვეკეთებინოს ჩვენი საქმე თითოეულ თანამშრომელს. მე კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენს თანამშრომლებს, იმიტომ რომ ეს 7 წელი თითქოს მცირეა, მაგრამ ძალიან ბევრი სირთულე გადმოვიარეთ და ბევრი სასიხარულო დღეებიც მქონდა. მადლობა გვინდა გადაუხადოთ მის უწმინდესობას, რომ ადამიანები, ვინც აქ მუშაობთ, პირველ რიგში ჩვენ ვსწავლობთ ერთსულოვნებას. მივულოცავ ჩვენს ხელმძღვანელობას, ვინაიდან და მადლობას ვეტყვით თითოეულ თანამშრომელის სახელით იმის გამო, რომ ჩვენ აქ გვაქვს სიტუაცია, რომ თავი
გონია სახში და ამ გარემოს შექმნა ადვილი არ არის. ჩვენს ტელემაყურებელსაც მიულოცა დღევანდელ დღეს და ასევე მადლობას გადავხდით მან მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად თქვენ გამგზავნებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ გვაქვს თქვენთვის კიდევ სიახლე. წლის ბოლომდე ახალი გადაცემა იქნება ერთსულოვნების ეთერში, სხვა გადაცემების მსგავსად შევეცდებით, რომ აქაც ვიყოთ მშვიდობის მაძიებლები. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი კიდევ არის იმით, რომ 11 წელია, რაც არსებობს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელსაც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქართველი ხალხის ავტოპორტრეტს უწოდებს. გილოცავთ და სამების ტაძრის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. იმ გამორჩეულად დიდი ყურადღებისთვის, სიყვარულის გამოხატვისა და თანადგომისთვის, რომელსაც ტელევიზიის თანამშრომლები მაყურებლისგან ყოველდღიურად გრძნობენ, ერთსულოვნება მადლობას უხდის მათ და თითოეულ ჩვენს გულშემატკივარს. ჩვენი ქვეყნისა და ერის სულიერი მხნეობისა და ერთსულოვნებისთვის კი შემოქმედებითი ჯგუფები მუშაობას კვლავაც სრული დატვირთვითა და დიდი სიხარულით აგრძელებენ. გიორგობის დღესასწაულს სამწუხაროდ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანად არ ჩაუვლია. სოფელ აძვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან რუსმა ოკუპანტებმა 3 ადამიანი გაიტაცეს. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ოჯახებთან ერთად ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს. ვიმედოვნებთ, წმინდა გიორგის შეწევნით აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება და წმინდანის მადლით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რადგან ბორუცეს ძლიერ კეთილმან არსება მისი გრძელია. ჩვენს მაყურებელს კი ვთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ განსაცდელში მყოფი დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი.